მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. მოკლედ, მე ისევ ბედნიერი ვარ, მე ისევ მიხარია ცხოვრება, ამის მიზეზი მაქვს. მიზეზი რო არ მქონდეს, მართლა არ ვიტყოდი და როცა მოწყენილი ვიქნები, აუცილებლად შეგატყობინებთ. არაჩვეულებრივი სტუმარი მყავს. ნიჭიერი, გონიერი, კარგი, სიმპათიური, მოკლედ თუ კი რამე კარგი იყო, ყველაფერი დაგაბერტყა ღმერთმა. სანდრო გეგეჭკორი. სანდრო, როგორ ხარ? მოგესალმებით, მიხარია შენი სტუმარი რო ვარ როგორც ყოველთვის. მადლობა მოწვევისთვის და ყველას უსურვებ ბედნიერ დღეს. სანდრო, ნახე რატო ხარ ბედნიერი ადამიანი? ხო იცი რო ხარ? გრძნობ ამ ბედნიერებას? ნამდვილად. ეხლა მე გეტყვი რომ კიდევ უფრო გაბედნიერდე, როცა თქვი რომ სანდროა ჩამოსული, მოკლედ ყველანი გაგიშდა და ყველას უნდოდა რომ დაერეკა და ეთქვა რომ მოდი ჩვენთან, ჩვენ რადიოში სტუმრად. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. როცა აი ესეთი კარგი ხარ, ესეთი ნიჭიერი ხარ. ეხლა საიდან მოდიხარ? ეხლა მოდივარ ძალიან საინტერესო შეხვედრიდან. ვიყავი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, სადაც ესეთი ძალიან დიდი პატივი მოხდა წილად და სიურპრიზი იყო. აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ჯიქიამ დამაჯილდოვა ამავე აკადემიის საპატიო დიპლომით და ეს ძალიან დიდი მართლა დიდი პატივია ჩემთვის და დიდი ღირსება, იმიტომ რომ ეს აკადემია წლებია უკვე ძალიან სერიოზულ საქმიანობას ეწევა როგორც კულტურული ისე განათლების განხრით და ამ აკადემიის საპატიო დიპლომი ნებისმიერი ადამიანისთვის პასუხისმგებლობაც არის და დიდი პატივიც. ასე რომ ძალიან მიხარია, იქიდან მოვდივარ ეხლა ზუსტად აქ თქვენს ეთერში. იცი რა არის, მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიკვლევ ადამიანის ფსიქოლოგიას, ვიკვლევ ადამიანის ტიპებს. ისე რომ მე თავად არ ვიძლევი იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა გამიცნონ, იმიტომ რომ მომწონს მასხარას როლი. რეგოლეტო. ხო, ყოველ შემთხვევაში, იცი რა, აი სიღრმე, საკმარისია ადამიანს შევატყო სიღრმე, რომელსაც აი იმ დოზის და იმ დონის სიღრმე აქვს ხოლმე ადამიანებს, პირდაპირ ხედავ სიბერემდე როგორ მიყვება ეს ყველაფერი და შენ ხარ ის კატეგორია, რომელსაც ძალიან დიდი სიღრმე აქვს. მომიყევი ბოლო 6 თვე რას აკეთებდი, იმიტომ რომ არ მახსოვს ბოლოს როდის შევწერეთ, კი არა და როდის იყავი ჩემი სტუმარი, ვერ მოგიტყუე სხვა რაკურსში. იმიტომ რომ ისა გაქვს, სულ დაკავებული ხარ და ალბათ წელს ეხლა ისე არ წახვალ, რომ არ მესტუმრო გადაცემაში. ბოლო 6 თვის განმავლობაში, სულ რაღაც უბრალოდ ამ 6 თვის განმავლობაში სწავლობდი და ეხლა 2 კვირის წინ დავამთავრე ჯულიარდის სკოლა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯულიარდის სკოლა, ავიღე მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, რასაკვირველია იყო კონცერტები, ერთი სოლო კონცერტი მქონდა ნიუ-იორკში, შემდეგ ვიყავი ევროპაში, ესპანეთში, იქაც კონცერტი, შემდგომ ეხლახანს ვიყავი სან-ფრანცისკოში, სადაც გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი სტუმრები და ასევე დიპლომატები ესწრებოდნენ, მათ შორის ჩვენი საპატიო კონსულიც და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ქართველები და ამის შემდეგ უკვე დავბრუნდი საქართველოში ესე ხარისხით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სხვა ბრწყინვალე ქართველებთან ერთად მეც გავხდი ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, ქართული კურსდამთავრებული. 10 წლის იყავი, რომ დაიწყე, ხო? დაკვრა. 10 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე შედარებით სერიოზული ფიქრი მუსიკაზე. თორე 10 წლამდე მინდოდა ჯერ ჰოსპიტალის დირექტორობა. რატო?
იმიტომ არა რომ სამედიცინო სფერო უბრალოდ მინდოდა რაღაცის დირექტორობა და ნუ მაშინ რატომღაც ალბათ ან ტელევიზორში გავიგონე სადმე ან რაღაც ეგეთი და ამიტომ ჰოსპიტალის დირექტორობა მინდოდა. დირექტორი გინდა. აუცილებლად დირექტორობა მინდოდა. მაგრამ მე აი ამ რაღაცა ძალიან დიდი ამბიციური თანამდებობიდან ვენაში რომ მოვხვდი პირველად 2013 თუ 14 წელი იყო კონცერტით მაშინ ნახეს ევროპული ყველაზე ერთ-ერთი დახვეწილი ტრამვაის ქსელი აქვს ხო ნუ ავსტრია ერთ-ერთი ხო და რომ ნახეს ტრამვაი და ეს მემანქანე რომელიც ესე ღილაკს აჭერს და მიდის და ძალიან მარტივია მე მინდოდა 13 წლის ასაკში ნუ ნახევრად ხუმრობით ვარ ტრამვაის მემანქანეობა ეს იმიტომ რომ ძალიან სუფთა მორილი დახვეწილი ტრამვაი და რა გაქვს საქმე ერთ ღილაკს დააჭერ წადი დააჭერე გაჩერდი მორჩა მაგრამ მე უკვე ნუ 10-11 წლიდან ჯაზ დაწყებული მქონდა მუსიკაზე სერიოზულად ფიქრი და ნუ მე მივხვდი რომ ტრამვაის მემანქანეთ მე თქვა ჩემი ამბიციები ვერ და ტრამვაის მემანქანეობა ვერ დააკმაყოფილებდა თქვა ჩემს ამბიციებს და მე იყო რაღაც პატარა კონკურსები მე პირველი კონკურსი ერევანში არნო ბაბაჯანიანის სახელობის საერთაშორისო კონკურსი რაც ჩემი ესე იგი საერთაშორისო პირველი პრემია მაშინ ავიღე და ისიც ეს არის გარდატეხის ასაკში რაღაც ძალიან დიდ სიხარულს და წარმატებას რომ იღებ მე იწყებ რაღაცა გახსოვს რა იყიდე პირველი პრემიით რაკენი რაში დახარჯე არა მართლა არ მახსოვს მართლა რო დაფიქრდე ვერ გაიხსენე სადაიღე აი სად მოგცეს ეს მახსოვს ნამდვილად ეს იყო ხაჭატურიანის სახელობის ცენტრში მუსიკალურ ცენტრში ერევანში იქ იყო გალა კონცერტი და იქ გადმომცეს და რამდენი იყო აი ეგეც არ მახსოვს აი გინდა იჩე კარგი სანდრო რამდენი წლის ხარ 24-ის და ეგ იყო დაახლოებით 10 წლის წინ მე 10 წლის წინ როგორ არ გახსოვს არა არ მახსოვს რომც მახსოვდეს მატერიალურ რაღაცებზე არა ნახე მე არ გეტყვი ეხლა რა ღირს შენი ჰონორარი ეს არის ბავშვობა და როცა ბავშვობაზე და წარსულზე ლაპარაკობ ეს საერთოდ ფული არის ადამიანის ღირსება როგორ მოიხმარ იმიტომ რომ აი არასოდეს ყოველთვის ვამბობ ხოლმე 7 კაპიკს მიხდიდნენ რომ ჭედავდი ყუთებს და არ ვიცი რამდენი გამოვიდა 11 მანეთი ავიღე და ვიყავი ბედნიერი ნახე რატომ მკითხე ეს ფინანსური მდგომარეობა კი არა და პრემია რამდენი იყო თუ ითვალისწინებ და ადამიანები აი ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც აბარებს იურიდიულზე იმიტომ რომ მე იყოს ადვოკატი და ადვოკატი უცხოეთში ძალიან დიდრები არის ასევე კბილის ექიმი და აი თუ ფიქრობდი პარალელურად რომ აი შენ იქნებოდი აი ესეთი პიანისტი ამ დონის ამ რანგის და ეს იყო თუ არა ფულიანი ანუ ბიზნესურად თუ უდგებოდი ბიზნესურად მიდგომა პირველად მასწავლის ჯულიარდში სხვათა შორის და ბიზნესურად მიდგომა სრულიად სხვა რამე ყოფილა იმისგან რაც ეხლა თქვით ამ პროფესიისთვის რაც შეეხება ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი ძალიან ძვირფასი პედაგოგი რომელსაც ოჯახის წევრად აღვიქვამ მეუბნებოდა ხოლმე ბავშვობაში რომ შენი ისეთი მონაცემები გაქვს რომ მეორე პროფესიასაც თუ ნუ ეს ვამბობ ღრმა ბავშვობაში იგივე 13-14 წლის ასაკში აი სანამ კონკურსების იმას დავიწყებდი იმდენად ის გაქვს რომ აუცილებლად უნდა სცადო მომავალში მეორე პროფესიაც მაგრამ ერთ რამეს მივხვდი რომ კლასიკურ მუსიკას რო ემსახურები ალბათ სხვა პროფესიებშიც ესე ახლა მე ჩემი განმოსახედები არ არსებობს მეორე პროფესია მაშინ დაივიწყე კლასიკური მუსიკა სერიოზული მიდგომით ბეთჰოვენს ისე ვერასოდეს ვერ დაუკრავ თუ შენ ამ დროს რა ვიცი ოპერაციას აკეთებ ან თუნდაც რაღაც კანონების კრებულს ეცნობი ან არაქმშობა ანუ ნებისმიერი პროფესია ვერასოდეს ამას იმდენი დრო სჭირდება რომ მიუხედავად იმისა რომ ეხლა მთლიანად ხო კლასიკურ მუსიკაში ვარ მაინც არ არის ეს დრო საკმარისი და
არც იქნება არასდროს, რომ ისე შევასრულო, როგორც იმსახურებს ის ნაწარმოები. ეს არის გზა დაუსრულებელი და ადამიანი ისე წავა ნებისმიერი ხელოვანი ამ ქვეყნიდან, რომ აი მაქსიმუმს, ესე იგი სრულყოფილებას ვერ მიაღწევს. იმას შეიძლება ბრწყინვალედ შეასრულოს, ყველა ასე ამოვნოს, მაგრამ აი სრულყოფილება რაც არის ზოგადი განმოსახედიდან, ეს არ არსებობს. ხო, მე ვერ შეგედავები იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, ვხვდები თავიდან დაგეთანხმე, რომ მეორე პროფესიაც, იმიტომ რომ შეიძლება მეორე პროფესია იყოს შემოსავლიანი და ეს პროფესია იყოს შენი სულიერების რაღაც მკვებავი. მაგრამ მაგასაც გიგებ, სხვათა შორის მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა ხოლმე ესეთ რამეს, რომ არა, არც ფილარმონიაში უნდა გამოვიდეს არტისტი, არც სერიალებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ის უნდა იდგეს თეატრის სცენაზე და მან უნდა ითამაშოს თეატრში. ანუ და ეხლა მივხვდი, გამახსენდა ეხლა ბატონი მიშას სიტყვები, ხო, როცა რაღაცას აკეთებ და ძალიან ბევრ მსახიობს უთქვამ სხვათა შორის, იმიტომ რომ ზოგი პიარში მიდის, ზოგი სერიალში, ზოგი ის და რაღაცა ცვდება. ნამდვილად ეგრეა. ნუ არის გამონაკლისის შემთხვევები, რა თქმა უნდა, მაგრამ დაახლოებით ეგეთია ჩვენთანაც. აი, დაახლოებით როგორი ამბავია, იცით? აი, მაგალითად, პიანისტი, რომელიც ასრულებს, რა ვიცი, მოცარტს, ლისტს, შოპენს და მეორე დღეს რაღაცა იმუშაოს, ვთქვათ, რესტორანში. ეს იმიტომ კი არა, რომ მას უნდა, ნუ ამის სხვა საშუალება არ არის. ნუ იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდად მოქმედებს და აისახება მერე ზუსტად იმაზე, იმ ბეთჰოვენზე. ხო, აისახება, ალბათ აისახება. ამიტომ ყველა მე ვერავის მაგივრად ვერ ვისაუბრებ და პირიქით ყველას აბსოლუტურად გვერდში ვუდგავარ მორალურადაც ადამიანებს, რომლებსაც მართლა სხვა გზა არ აქვს, მაგრამ მაინც ყოველთვის უნდა ესე რაღაცა რკინის ქალამნებით ერთი მიზნისკენ რა, ნუ უბრალოდ დროის ამბავია, თუ სურვილი არსებობს. ხო, ნახე, თავდაჯერებულიც ხარ, როცა ესეთ რამეს ამბობ, იმდენად გჯერა საკუთარი ძალების და საკუთარი თუნდაც ნიჭისაც თამამად რო საუბრობ ამაზე უკვე გასაგებია, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნები. პერსპექტივა. აი დღეს ხარ ძალიან წარმატებული. შრომა არ გკითხავ იმას, რომ აი დაუშვათ თუ არ იშრომებ, რა თქმა უნდა, არ ვერ გააკეთებ. აი რა არის პერსპექტივა? აი დღეს შენ იღებ კონკურსებში მონაწილეობას, საპატიო ჯილდოც მიიღე და არა ერთი. აი როგორ სად მიდიხარ? აი ძალიან კაი კითხვა. ეს ჩვენ სფეროში, ხა მე სულ ამას ატოვიმეორებ ჩვენ სფეროში, იმიტომ რომ ასე კარგად არ ვარ გარკვეული, ვთქვათ, სხვა პროფესიაში რა ხდება. შეიძლება ესე ზოგადად ვიცი, მაგრამ აი შიდა სამზარეულოში, ისე როგორც ახლა კლასიკურ მუსიკაში და ზოგადად მუსიკაში ვარ ჩახედული, ხო არა ვარ ისე ვთქვათ სხვა პროფესიებში. ამიტომ ვიტყვი ჩვენ სფეროში, ანუ კლასიკურ მუსიკაში და ზოგადად მუსიკაში არ არსებობს რაღაცა ბოლო მწვერვალი. აი ყოველი მწვერვალის მერე იმაზე დიდი მწვერვალია და აი წეღან რაც თქვი სრულყოფილება არ არსებობს, ის არის პირდაპირ პროპორციული ამის, რასაც ეხლა ვამბობ, ანუ როგორც სრულყოფილად აბსოლუტური სრულყოფით ვერ შეასრულებ რაღაცას, რაღაც ნაწარმოებს თქვა, ისე არ არსებობს წარმატების მწვერვალი, რომ თქვა, რომ აი ყველაფერს მივაღწიე. ნუ ალბათ ყველა სფეროში ესია, მაგრამ ნუ აქ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს იმდენად რაღაცა აბსოლუტური, ესე იგი უნიკალური რაღაცა ფსიქოლოგიური სიამოვნებაა, ხო ეს და ტელეპათია მთელი ამბებია და ამიტომ არ არსებობს რომ დაიპყრობ თქვათ რაღაც მთას, იმის მერე ევერესტია და ევერესტის მერე კიდე იმაზე ორჯერ უფრო დიდი ევერესტია და ეს არის ესეთი დაუხსნელი, შენ უბრალოდ
მთელი სიამონება ის არის, რომ აი ამ პროცესში, აი ამ ძიების პროცესში და ვთქვათ, კარგ შემთხვევაში აღმასვლის პროცესში არ დაკარგო სურვილი და არ დაკარგო აი გამძლეობა, იმიტომ რომ რაცაც არ უნდა მიაღწევ, მე იგივე შრომა თუ მეტი არა მოგიწევს შემდეგის მისაღწევად. რა წარმატებულიც არ უნდა იყო. რა მინდა იცი კითხო, ეხლა ძალიან გულისყურით გისმენდი და ვფიქრობდი ერთ რამეს, ხო, ადამიანებს რო ეკითხებიან ხოლმე, რომ რომელი ციფრი გიყვარს, ხო არის ეს? და იგივე მინდა კითხო, რომელი ნოტი გიყვარს, აი რა გქონია აი ასოცირება? რახმანინოს გიждდება, ისე ნოტზე უფრო არა, ტონალობაზე რო ვთქვათ. ხო, ნუ მე არაპროფესიული არა, ნოტი შეიძლება, მაგრამ აი ნოტიდან გამომდინარე ტონალობა რო თქვა, მაგალითად რე მინორი. აი რო დააკვირდე კომპოზიტორებს, რახმანინოს ძალიან უყვარდა რე მინორი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ აი ნაწარმოებებსაც რო გადახედო, მესამე საფორტეპიანო კონცერტი, პირველი საფორტეპიანო სონატა ყველა არის რე მინორში. იგივე შეიძლება ითქვას ბეთჰოვენის დო მინორზე, რომელსაც აი ყველა ესეთი პათეტიკური რაღაც ძალიან დრამატული, ტრაგიკული სონატები თუ სიმფონიაც თუნდაც აქვს დო მინორში. და ჩემ შემთხვევაში იცით ესე ვერცერც ვერ გამოვყოფ, რაღაც ყველა ტონალობას თავის ადგილას აქვს რაღაც თავისი მნიშვნელობა. და ყველა რე მინორი, მიუხედავად იმისა, რომ რახმანინოვსაც, შოპენსაც და ყველა კომპოზიტორს, ბახს, რა ვიცი, ყველას აქვს რე მინორში დაწერილი ნაწარმოები, ყველას რე მინორი არის აბსოლუტურად სხვადასხვა. აბსოლუტურად სხვადასხვა. იცი რა, ნახე, როცა მე ვიწევ ადამიანებს, პროფესიონალებს, დაუშვათ ხელოვნების სფეროში, სამედიცინო სფეროში, რატომ ვარ თამამი, თუნდაც ეხლა მე ძალიან ბევრი რამე არ ვიცი მუსიკაში, მაგრამ მე ვარ კარგი მსმენელი. საშუალო მუსიკოს ჯობია კარგი მსმენელი, ესე ვფიქრობ. კი ბატონო. და აი დამოკიდებულება და როგორი. ნახე, თეატრში როცა მუშაობს, მსახიობების დასია თეატრში, იქ არის მე ეს როლი მინდა, კინოშიდაც, ნუ რაღაცა შური, თუ რაღაცა ძალიან ბევრი ინტრიგა და ასე შემდეგ. აი შენს პროფესიაში რა ხდება? ნუ ცალკე, მაინც ინდივიდუალურად ხარ, ხო? ეხლა ერთად ხო არა ხართ, მარტო ხარ, პიროვნება ხარ. თუ იგივე არა უარესი. მართლა? ხო ვიცი ახლა მეც თეატრში რა ხდება და ზოგადად ხელ თუ იგივე არა უარესი, იმიტომ რომ მაინც ეს კონკურენციის ამბავია, რაც არ უნდა, რა ვიცი, ალბათ ძალიან რთულია, რომ მართლა კონცენტრირდე იმაზე, რომ შენ რა გაქვს და სხვისიც გაგიხარდეს. მოდი ვიყოთ რეალურები, ისა ხო, ანუ ყველა რაც არ უნდა ეხა ილაპარაკოს ვიღაცამ, ნუ ძალიან იშვიათ შემთხვევებში, რომ აი ისა ყველას წამოდება. მიხარია იმას რაღაცა გულში, მაინც აქვს ის მომენტი, რომ აი ისიც ამ პროფესიაშია და იმასაც წარმატება. მე ჩემ შემთხვევაზე გეტყვით, რომ აი ქართულს თუ აუღია მართლა ქართველს, თუ აუღია სადმე რაღაცა პრემია ან რაღაც წარმატება ჰქონია ამ სფეროში და ძალიან ამ სფეროში რო ქონია, კიდევ უფრო რთულია, ერთ სფეროში რო ხარ, კიდევ უფრო რთულია რო გაგიხარდეს. ფეხბურთის შემაყვარეს საერთოდ და სპორტ, ხო იცით, კლასიკოსი მუსიკოსები სპორტთან ძალიან როგორც სპორტსმენები კლასიკურ მუსიკასთან. ეს რაღაცა დაწერილი კანონია და რა ვიცი, ახლა მე არა ვარ მუსიკოსი, მაგრამ ვერ უყურებ ფეხბურთს. ხო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხო უყურე, იმ მატჩს ხო ბოლომდე უყურე და არწმუნებული ვარ, შარშარაც ხდებოდა. არა, არ უყურე, რა ვქენი, იცი, რომ გარბოდენ გოლი უნდა გაეტანა გამოვრთე, იმიტომ რომ შეიძლება გავგიჟდებოდი. მაგრამ ნუ ეგ იყო დავჯექი და ბოლომდე აი პირველად ესე. აი დაახლოებით მართლა, იმიტომ რომ ამას არ ვამბობ იმის გამო რომ რაღაცა მართლა მიხარია ჩვენი ეხლა პატარა ქვეყნის წარმატება და მით უმეტეს თუ ეს კლასი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალი, ნუ ამ კორიფებზე არ ვამბობ, კიდე ჩემზე ბევრად უფრო ახალი თაობის ისეთი ნიჭიერი ბავშვები მოდიან
და მე მათ თუ სწორი განვითარება ექნებათ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მერე მომავალში იტყვიან ძალიან ბევრ სათქმელს, იმიტომ რომ საქართველოს კლასიკური მუსიკის მხრივ იმდენი მაგარი არტისტით არის წარმოდგენილი მსოფლიოში. ყველგან ოპერა, ფორტეპიანო, ხემიანი ინსტრუმენტი, ყველგან. ამიტომ ამ ასეთი პატარა ქვეყნისთვის ძალიან რთულია ისედაც რაღაცა ესეთი კონკურენცია და დაძაბულობა და ეს ინტრიგები და ამის დროც არ უნდა გქონდეს. იმდენად უნდა დატვირთო თავი, რომ ინტრიგის დრო აღარ დაგსჭირს. შეიძლება ეხლა ცოტა არაპროფესიული რაღაც, შეგიძლია შემისწორო, იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებლისთვის იყოს გასაგები და მსმენელისთვის. ხახე ძალიან ბევრი ბუმბერაზი კომპოზიტორები შეიძლება ჩამოთვალოთ, რომელიც აი გაუძლო საუკუნეებს, გაუძლო აი ყველაფერს. და დღეს აღარ არიან. თუ არიან ცოტანი. რას აი მაინტერესებს რას აბრალებ, ანუ შენი თვალთახედვით, აი ამდენი სასწაული კომპოზიტორი, რომელიც მოვიდა აქამდე. რა ხდებოდა? აი რა ხდება? რატო აღარ იქმნება? ამოწურა თავი კლასიკურმა მუსიკამ ამ მხრივ შექმნის. ამოწურა. არ არსებობს რაღაც რო დაწერო და ვიღაცის გავლენა არ ეკრძალოდეს. მოხალხე იმისა რომ გავლენა ყველა ბეთჰოვენსაც ჰქონდა, ჰაიდნის გავლენა თავი და გამორიცხულია. მაინც სულ წლები გავიდეს დღესდღეობით ჩემი აზრით ჩემი აზრით ესე ძალიან მაგარი ამერიკელი კომპოზიტორი იყო თანამედროვე ჯონ კეიჯი, რომელსაც აქვს 4:33 კომპოზიცია და ჩვენი მსმენელისთვის ვამბობ 4:33 არის კომპოზიცია და რატო ქვია 4:33? დირიჟორი გამოდის სცენაზე, ორკესტრი ზის, დირიჟორი დგება თავის ადგილას და ესე აჭერს რაღაც ხილაკს ხელს და ელოდება. არ იწყებს დაკვრას, არაფერს, არც დირიჟორობას. ხა წარმოგიდგენთ პრემიერაზე რა ხდებოდა. აი აქედან პრემიერიდან გამომდინარე იფიქრე. არ იწყებს დაკვრას და 2 წუთი გავიდა და იქ მსმენელმა დაიწყო რაღაცა დაიწყო ის ქოთქოთი, იმიტომ რომ დგას დირიჟორი ესე შეტრიალებული ორკესტრისკენ, ორკესტრი ესე ზის, უყურებს დირიჟორს და არ იწყებენ დაკვრას. გავიდა 3 წუთი და იქიდან უკვე კარგი რეპლიკები წამოვიდა, რომ რას ელოდებით და რაღაც და 4:33 რო გავიდა, ამან დააჭირა ღილაკს ხელი, შემოbrunდნენ, ათქნენ, თავი დაუკრეს და ყველა დაბნეული ვერ გაიგეს რა ხდება. მერე ნუ ეს გახდა ის ნაწარმოები, როდესაც უკვე იცი რომ 4:33 ნუ მაშინ ჯონ კეიჯმა თქვა რომ ეს იყო ის ჩანაფიქრი რომ ეს 4 წუთის და 33-ის განმავლობაში მუსიკა არის ის, რაც აუდიტორიიდან წამოსული ხმები იქნებოდა. ეს არის ის მუსიკა. ხმები. ამიტომაც ამით დაასრულა ჩემი აზრით ყველაფერი რაღაცა ახლებური ინოვაციის. ნუ რაღა აღარ შექმნილა. თოფის გასროლაც არის რაღაც მაშხალიანი თოფი სცენაზე. ნუ რაღაც წყლის ყველაფერი. ამიტომაც ამოიწურა ამ ხრი. ეხლა ყველაფერი არის შესრულება. ეს შესრულება არის რთული. არის ამოუწურავი. ინტერპრეტაცია. ბეთჰოვენის 32 სონატა შეიძლება დაუკრას 5000-მა პიანისტმა და იქიდან ერთი იყოს. და ისიც არ იყოს ისეთი, როგორც ბეთჰოვენის, რაც ბეთჰოვენის ტალანტი იყო. მოდი გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ისევ დავუბრუნდეთ. ძალიან საინტერესო ხარ, ძალიან საინტერესო. დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. მოკლედ სანდრო გეგეჭკორი, მუსიკოსი, პიანისტი და მთავარი მაგარი ადამიანი. სანდრო, ხვალ გა კონცერტი. მომიყევი, რა კონცერტია, რას ელოდები ამ კონცერტიდან და ჩვენ რას უნდა ველოდოთ? ხვალ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვან და ლეგენდარულ დარბაზში თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო დავით მუქერია და მე გავმართავთ კონცერტს
სადაც შესრულდება სერგეი რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, ყველასთვის ცნობილი, ყველასთვის საყვარელი და ჩემი დიდი ხნის ოცნება, რომ საქართველოში შემესრულებინა და ასევე მეორე განყოფილებაში შემდეგ შესრულდება ანტონ დვორჟაკის მეორე სიმფონია. კონცერტი გაიმართება საღამოს 8:30-ზე, უბრალოდ დაიწყება საღამოს 8:30-ზე, ბილეთები თითქმის აღარ არის, მაგრამ იყიდება ბილეთები ჯიზე და სალაროებში, ცენტრის სალაროებში. ეს კონცერტი დავგეგმეთ დაახლოებით ერთი თვენახევრის წინ, სანამ ჩამოვიდოდი, გვინდოდა ესეთი კოლაბორაცია და ძალიან მიხარია, რომ შედგება კიდევ ერთხელ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ბატონ დავითთან ერთად ესეთი ერთობლივი კონცერტი საინტერესო პროგრამით. დიდი ხანია ემზადებოდით? როგორც გითხარი, თვენახევრის წინ დაიგეგმა, მაგრამ ეს კონცერტი რეპეტიციებს გულით თუ არ გქონია? რეპეტიციები მხოლოდ, ეს სტანდარტია, 2 რეპეტიცია, ეს არის სტანდარტი. გუშინ და დღეს იყო დილით გენერალური რეპეტიცია, რაღაც ძალიან პოზიტიური, ესე ვთქვათ, პოზიტიურად ჩაეარა და იმედია კონცერტიც ესე გაგრძელდება ხვალ კონცერტზეც. მე რაც შეეხება, ერთხელ მაქვს ეს კონცერტი შესრულებული, საერთოდ დაკვეთა იყო გრანადის სიმფონიური ორკესტრის და გაუმარჯოს იმათ ღმერთმა, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მომება თავი, ახლა ის რომ გააქვს ესე მოთხოვნა და ვალდებული რო ხარ რომ ისწავლო, ეგ სხვა არის და ახლა შენი სურვილით იმდენი რეპერტუარია, ის გინდა, ეს გინდა. ამიტომ მადლობა გრანადის სიმფონიურ ორკესტრს, ეს შევასრულეთ ჩვენ 3 წლის წინ. 2022 წელს გრანადაში, მაშინ ერთხელ მაქვს შესრულებული და ეხლა ეს იქნება საქართველოში ჩემი პირველი და ისე კარიერაში მეორე შესრულება რახმანინოვის მეორე კონცერტის. რა მაინტერესებს იცი, საერთოდ მაყურებელმა თუ მსმენელმა კლასიკური მუსიკისა იკლო? საქართველოზე ხვალიდან გამომდინარე გეტყვით, რაც შეეხება ამერიკაში არა ყოველთვის არის ინტერესი და ჩემი აზრით ეხა უფრო იზრდება, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი კონკურენცია წამოვიდა ყველა მხრივ. იმდენად გაიზარდა დონე შესრულების, რომ და იმდენი მართლა მაგარი შემსრულებელია, რომ აი და კონკურსები, ხალხი გულშემატკივრობს იმას, ამას, როგორც ჩემპიონატებია სპორტში, დაახლოებით ისეა. კლასიკური მუსიკა არასდროს არ გადავა აქტუალურობიდან. იმიტომ კლასიკური ხო რას ნიშნავს სიტყვა, რომ თარგმნოთ სანიმუშო, ხო? აი პირველი რაღაც სანიმუშო არასოდეს არ გადავა, იმიტომ რომ რამდენი საუკუნოვანი ისტორია აქვს უკვე. და დღეს, როდესაც 1600-იანი წლების ბახი იგივე აქვს და პირიქით იზრდება, მე მგონი ბახის მუსიკაზე კიდე ინტერესი, იმიტომ რომ ტექნო, დიჯეი ეს ხალხი, რომელიც ამ იმაში მოღვაწეობს, რაღაც ბახის მუსიკის ან სხვა კლასიკური მუსიკის კომპოზიტორების ნაწყვეტებს იყენებენ რემიქსებისთვის, მაგალითად, ჯაზში აკეთებენ იმპროვიზაციას. ანუ იმათ მატულობს, მე ვიტყოდი პირიქით. ძალიან მინდა შორიდან ოღონდ ისე რომ არ დამინახო, სადღაც კლუბში გნახო, რომ ცეკვავდე ტექნო. გამორიცხე. კლუბში ვარ ცხოვრებაში ტექნო. ორჯერ თუ ერთხელ მე არც ერთხელ არა. არც ერთხელ. აი ძალიან საინტერესო კი იქნებოდა და ძალიან ბევრს გაგეხუმრებოდი. ეგ ხო, მე საერთოდ ალერგია მაქვს რაღაც კაკაფონიაზე. ერთ სივრცეში არსებულ კაკაფონიაზე. ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. მიყვარს ხმაურიც, მიყვარს ქაოსიც, მაგრამ გააჩნია სიმღერასთან როგორ ხარ? ძალიან ცუდად. ვერ მღერი. ვერა? ბავშვობაში მღეროდი, მე ხო იცით ეს გარდატეხის ასაკში ბიჭის შემთხვევაში ყოველთვის გარდატეხის ასაკს აქვს მნიშვნელობა, ეხმის იოგები ისინი იცვლება ეს არის. ხო არ გესინჯა? ბევრჯერ ვცადე სახში და რომ მივხვდი რომ არაფერი არ გამოვა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ხედა საინტერესო. მოდი, ეხლა 20 ივნისი ხვალინდელი დღე ჩავიარეთ, გავიარეთ და 20 ივნისს რა ხდება? 20 ივნისს იქნება ჩემი სოლო კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ეს კონცერტი იქნება 7 საათზე. პროგრამა დაკომპლექტებულია 2 ძალიან საინტერესო ესპანელი კომპოზიტორით, ესე დესერტად.
მაგრამ ბირთვი ეს ორი განყოფილების ბირთვი არის პირველ განყოფილებაში შუბერტის ფანტაზია მოხეტიალე, რომელიც ძალიან საინტერესო ფანტაზიაა და მეორე განყოფილებაში პროკოფიევის მეექვსე საფორტეპიანო სონატა, ანუ პირველი ომის სონატა. იმიტომ რომ პროკოფიევს სამი ომის სონატა აქვს, მეორე მსოფლიო ომზე დაწერილი. მეექვსე სონატა არის პირველი ომის სონატა. ასე რომ ეს მეორე განყოფილება დაგვირგვინდება პროკოფიევით. რაც შეეხება ესპანურ კომპოზიტორებს, ეს არის მანუელ დე ფაია და ხავიერ მონსალვაჩე, რომელიც დესერტად ჩავსვით პროგრამაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რეპერტუარის სწორად დახარისხება. რომელი კომპოზიტორი, აი რომელ კომპოზიტორს განასახიერებ, არ გეუბნები, რომელი ნაწარმოები გიყვარს, აი რომელი ნაწარმოები გგავს. მე მყავდა ერთი მეგობარი და ქონდა როგორ ჩამოწერილი ქონდა და გვაჩვენებდა, გვასმენინებდა მერე რომ ეს მუსიკა ხარ შენ, ეს შენ, ეს შენ. აი შენ თავს ამსგავსებ რომელიმე მუსიკას. არასოდეს არ დავფიქრებულ ვარ ესე ღრმად, საკუთარ ეს შეიძლება ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ შეიძლება ცუდი, მაგრამ არასდროს არ მქონია იმის დრო ჯერჯერობით, რომ აი ესე სერიოზულად შემეფასებინა საკუთარი პიროვნება, ანუ ხასიათები მაგალითად საფუძვლიანად, რა სიტუაციაში რას როგორ ხასიათს ვავლენ და ასე შემდეგ. მაგრამ ესე აი დაუფიქრებელი პასუხი რომ გითხრათ, ალბათ მაინც ხასიათებით ძალიან რომანტიკოსი ვარ, იმიტომ რომ მიყვარს ოცნებაც და მე უფრო მეტად მიყვარს თუ ამ ოცნებას ვისრულებ. ოღონდ ეს ძალიან ბევრი შრომისა და საინდომების და ამის ხარჯზე. მაგრამ ალბათ მაინც აი ზუსტად ის, რასაც ხვალვასრულებ, რახმანინოვის მეორე კონცერტი. ხო? ყველაფრით. თავისი ემოციურობით, ნუ ეს ხო ემოციურობის რაღაც აპოთეოზია, თავისი მტკიცე რიტმით და ხასიათით და რა თქმა უნდა თავის რომანტიულობით. ხო, ეხლა ჩემი გადმოსახედიდან ცოტა რთულია ამის გადმოცემა, რასაც ეხლა ვიტყვი, აი დაუშვათ რომელი კომპოზიტორი, რომელი ნაწარმოები ხარ შენ, აი რომელი ნაწარმოები შეიძლება იყოს შენი სიყვარული, რომელი ნაწარმოები, ესე არა გაქვს დაყოფილი? არა, იმიტომ რომ ეს მაინც როგორ თქვა, რომანსია, ანუ ეს დაყოფა ეს არასერიოზული რომანსია. ნუ ეს არის აი რაღაც გართობის მხრივ. ხო, მაგრამ ახლა დაუშვათ ძალიან ბევრი სერიოზული ნაწარმოები დაწერილა საფუძველი ყოფილა სიყვარული. რა თქმა უნდა. ხო და აი მე გულისხმობ აი იმ ემოციას, რომელმა ემოციამაც შეიძლება აი გაგაგიჟოს. ან დაუშვათ იგივე ისეთ განწყობაზე მოისმინო იმ წუთას დაუშვათ ვიღაც შეგიყვარდეს. არ არის გამორიცხული, არის რაღაც ლოგიკა მაგაში, იმიტომ რომ მუსიკას სამყაროს შეცვლა შეუძლია და შეცვალა ბევრჯერ, მაგრამ ესე მე რომ რაღაც მეფიქრა ამაზე და ეს ნაწარმოები ეს არის არ მქონია ეგეთი მომენტი. ეგ ალბათ წინ არის. ხო. მე კიდე რა მგონია, იცი, აი პირველად იყო სიტყვა. მე მგონი პირველად იყო ხმები. პირველად იყო ბგერა. ხო. ეგ თქვა ელისო ვირზალაძემ ინტერვიუში ადრე. არა, მე ეხლა უცბად წარმოვიდგინე რა იცი, აი ხო შეიქმნა ყველაფერი და სანამ თქვეს ის ბგერაც ჩიტმა იჭიჭიკა თუ რაღაც. ხო, პირველად იყო ბგერა, ხმა. ნუ ბგერაზე ბგერა არ არის მაინც და მაინც რომ ადამიანისგან გამოცემული ბგერა ზოგადად, ანუ საუნდ როგორც იყვიან, ხმა როგორც იყვიან. სანდრო, რა მაინტერესებს იცი? კითხე და მინდა კიდე დავაზუსტო. აი საფეხურები, ეხლა რომელ საფეხურზე ხარ? აი განვითარების რომელ საფეხურზე? ხო, ჯერ ხო არ მიგიღწევია შენ თავთან, არ ვიცი, შეიძლება მიგიღწევია, აი რა საფეხურზე ხარ ეხლა? ეხლა ვარ იმ საფეხურზე, როდესაც არტისტი უკვე იწყებს არა იმაზე ფიქრს თუ როგორ მოხიბლოს
მსმენელი. არამედ იმაზე ფიქრს თუ როგორ ასიამოვნოს მსმენელს. ასე რომ ამ საფეხურზე ვარ. აი მოხიბლოს და ასიამოვნოს. სხვადასხვა. აბა რა, მოხიბლოს არის ის რომ ეს ძალიან როგორ თქვა ეს სიტყვა ძალიან იმპერატიულიც არის რაღაც მხრივ და ძალიან სუბიექტურია, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ამპარტავნულიც არის იმ მხრივ რომ მოხიბლოსში იგულისხმება არტისტის სიამოვნება და აი ნახე გამოვედი კონცერტიდან და აუ რა მოხიბლული ვარ გავგიშდი და მეორედ და რა ნასიამოვნები ვარ. ესე იგი ჯობია ნასიამოვნები. აბა რა მუსიკა იქმნება მსმენელისთვის. არტისტი სიამოვნებას განიცდის ფორტეპიანოსთან და იმას შორის. და ადრე აი ამერიკაში ერთ-ერთ იმას ვაძლევდი ინტერვიუს და იქ მე მითხრეს რომ ძალიან საინტერესო თქვიო რომ არტისტმა უნდა შეძლოს ყველაფერს რასაც თავში განიცდის და რაზეც მუშაობს იგივე კლასში ან ფორტეპიანოსთან სანამ კონცერტისთვის ემზადება ან გამოსვლისთვის ემზადება შეძლოს ის რომ აი ზუსტად იმ 1 საათში თუ რა ხანგრძლივობაც აქვს კონცერტს გადაატანინოს მსმენელს ის ყველაფერი ეს დიდი ხელოვნებაა. რა მინდა იცი გკითხო ქალი და კაცი. რომელი უფრო რთულია ან და არაპროფესიულ რაღაცას გეკითხები, გამოვიდა ქალი თავის ქარიზმით და დაუკრა და დაინგრა დარბაზი. მაღალი რანგით კაცი. აი რომელი აქვს მნიშვნელობა ქალს და კაცს თუ არა? არანაირი. იმიტომ რომ აი იგივე ელისოვის ძალაძე ავიღოთ ერთ-ერთი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩემი აზრით სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიანისტია დღეს ჩემი აზრით. აი ბოლოს სამწუხაროდ არ ვიყავი კონცერტი რომ მქონდა მაისში და ჩანაწერები მოვისმინე სხვა გალაქტიკა. მარტა არგერიხი. ერთი დამისახელოს ვინმე დღეს მარტა არგერიხზე უფრო რა ვიცი საინტერესო და მოთხოვნადი პიანისტი. ეთყობა მსმენელი სხვა არის და პროფესიონალი როგორც ისმეს ის სხვადასხვაა, ხო? კი, იქ შეიძლება იყოს რაღაც შტრიხები შესრულების მანერაში, იმაში რაც ვთქვათ ქალი და კაცი განსხვავდება, იმიტომ რომ გასაგებია რომ სხვადასხვა მოცემულობაა, ხო? მაგრამ აი ეს ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ეს ერთ და იგივეა და მიდგომაც აი რა მინდა იცი გითხრა, მე ვარ ნამყოფი ირმა გიგანის კონცერტზე. აი ისეთი მოხიბლული და ნასიამოვნები გამოვედი. მე როგორც არაპროფესიონალი ამ შემთხვევაში მსმენელი ძალიან დიდხანს ვიყავი ბედნიერი. ამას აი რასადაც ჩვენ ვსაუბრობდით იმ წამს ეს მოდიოდა ირმა გიგანისგან თუ ეს იყო ჩემი დამოკიდებულება. აი როგორ ხდება ხოლმე ეს? სანამ შენ დამოკიდებულება გექნება, რა ხდება იქამდე? შენ გესმის ის რას ასრულებს. ესე იგი ეს ხო ავტომატურად მისგან მოდის. შენ დამოკიდებულება გექნება იმის საფუძველზე, თუ რა გესმის, თუ რას უყურებ და ასე შემდეგ. ესე იგი შენი დამოკიდებულება შეიქმნა მისი ინტერპრეტაციის თუ შესრულების საფუძველზე. ესე იგი ეს მისგან მოდის, ხო? და ეგ არის ზუსტად წერანაზე ვსვაპარაკობდი ის და მსმენელი ამ შემთხვევაში შენ როგორ დავარქვა, არ ვიცი, შეიძლება ტელეპათიურად მაგალითად ყველაზე ესეთი მარტივად რო ვთქვათ, უკავშირდებით ერთმანეთს შესრულების დროს და განიცდით, ანუ ესე იგი ინგლისურად ხადაშოს კარგად ამბობენ going through, ანუ გადიხართ ერთ გზას იმ რაღაცა სიამოვნების პროცესში რა, ესე რომ ვთქვათ. ამ კლასიკური მუსიკის, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ვერც კი აღწერს სიტყვით მე რას განიცდი. ეს უბრალოდ გრძნობებია. და ეს შენ აი ვერც არტისტი ვერ იტყვის რას გრძნობს შესრულების დროს, ისე როგორც ასრულებს და ვერც მსმენელი რა იგრძნო ვიღაც არტისტის შესრულების დროს.
ისე რასაოცარია, რომ აი დაუშვათ ადიხარ სცენაზე, ჩდები და გადიხარ ასტრალში და ეს ყველაფერი გესმის. უღრმესი მადლობა მინდა გადადიხადო, პირიქით. წარმატებას გისურვებ და აი ყველა ნიჭიერ ადამიანს არის დღეს ის დრო, რომ ნიჭიერს ვერაფერი და ვერავინ ვერ დაბლოკავს და წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია შენთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ. მოკლედ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო, ტელემაყურებელო, სულ ეს იყო ამ პარასკევს და მოვალ აუცილებლად მომავალ პარასკევს. მიყვარხართ.